მოგესალმებით რადიო იმედის დილის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას და ჩვენ ახლა სტუდიაში კომპანია მეგობრობის გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელს გვანცა ცოხიშვილს მასპინძლობთ და მასთან ერთად კომპანია მეგობრობაზე და მის პროექტებზე ვისაუბრებთ. გამარჯობა. გამარჯობა, მივესალმებით თქვენს მსმენელებს. მაყურებელიც ყავს სოციალურ ქსელში და მსმენელებით მადლობა სტუმრობისთვის. გვანცასთან ერთად ჩვენ გამოვეხმაურებით თვითონ ამ სამშენებლო კომპანიის საქმიანობას, პროექტებს და შემდეგ უკვე დიალოგის ბოლო ნაწილში ერთ-ერთ დასრულებულ თავარ პროექტზე ვისაუბრებთ სახელწოდებით ორთაჭალა თაუერი. მანამდე კი გვანცა გითხარით შემდეგი რამ ჩვენთან უძრავი ქონების ბიზნესი ერთ-ერთი აქტიურია და ძალიან ბევრი კომპანიაა. რა არის ის უპირატესობა ან შესაძლებლობა, რომელიც გამოარჩევს თქვენს კომპანიას, რომლითაც ცდილობს და ახერხებთ რომ მიიზიდოთ ბინის მომავალი ბინადარნი და რა გამოგარჩევთ ამ ბაზარზე, სადაც ძალიან ბევრი კონკურენტია და ბევრი მოთამაშეა. გეთანხმებით, ძალიან ბევრი კონკურენტია ამ შემთხვევაში. კომპანია მეგობრობა, საკმაოდ დიდი ხანია რაც ბაზარზე ამ შემთხვევაში 10 წელზე მეტია ბაზარზე არის. ჩვენი კომპანია არის ჰოლდინგი ამ შემთხვევაში და ეს ჰოლდინგი მოიცავს ბევრ მაგალითად მრავალფუნქციურ საწარმოს ამ შემთხვევაში. ეს მრავალფუნქციური საწარმოს აქვს ბევრნაირი მიმართულება, მაგალითად მინის საამქრო, რკინის საამქრო, მეტალო-პლასმასი ამ შემთხვევაში. ასევე გვაქვს ჩვენ სხვადასხვა მიმართულებები, ჩვენს მობინადრეებს ასევე ვანებიურებთ ფიტნეს მიმართულებით, გვაქვს სასტუმროს მიმართულება, მაგალითად საბადური ჰილსი, M-Fitness-ი ამ შემთხვევაში, სარემონტო სამშენებლო მასალების მაღაზიათა ქსელი, რაც ნებისმიერ ჩვენს მობინადრეს, რომელიც მაგალითად ყიდულობს ამ ჩვენს პროექტებში ბინას, ამ ყველა ბენეფიტებით შეუძლია რომ ისარგებლოს. ასევე მინდა აქვე ვთქვა, რომ ჩვენს კომპანიას აქვს 11 დასრულებული პროექტი, რაც ჩვენს სანდოობას უსვამს ხაზს და ასევე გვაქვს 3 მიმდინარე პროექტი. ის რომ თქვენ არ ხართ ერთი კომპანია და რა ჰოლდინგური კომპანია. ჰოლდინგი ხართ და აერთიანებთ რამდენიმეს, მათ შორის მთავარი რაც თქვენ ახსენეთ სამშენებლო მასალები. ეს არის თუ არა ის მთავარი უპირატესობა, რომელიც გამოგარჩევთ და იდეაში უძრავი ქონების შექმნისთვის და ნაგებობის შენებლობისთვის მნიშვნელოვანია სწორედ საშენი მასალები, მათი ხარისხი და მათი მრავალფეროვნება. რა კომპონენტებია, რომელიც თქვენივე წარმოებისა, თქვენივე შექმნილია საბოლოოდ საწყისშივე ეს სამშენებლო მასალაც ხარისხიანი უნდა იყოს იმისთვის, რომ საბოლოო პროექტი იყოს ხარისხით გამორჩეული, ხო? ნახეთ როგორია, ეხლა მე მინდა გამოვყო ყველაზე მეტად, რაც ყველაზე ისეთია მნიშვნელოვანი არის, ეს არის მეტალოპლასმასის კარფანჯარა, რომელიც არის გერმანული ბრენდის სალამანდრა. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ექსკლუზივი და ჩვენ თვითონვე ვაკეთებთ ამ ყველაფრის მონტაჟს. ასევე გვაქვს მაგალითად რკინის კარებები, რომელიც გამოყენებულია ყველა ჩვენს პროექტში, რაც რა თქმა უნდა ხანძარ-გამძლეა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიყოთ უფრო მეტად დაცულები, როდესაც გვაქვს კარგი ხარისხის რკინის კარები სახლში შესასვლელი, ხო? როდესაც კარს ვკეტავთ, ყველას ასევე ჭირდება სიმყუდროვე, სიმშვიდე და თავი უნდა ვიგრძნოთ ასევე დაცულად. ეს ჩვენი მეტალოპლასმასის კარფანჯარა, რომელიც ჩვენი არა სალამანდრას ბრენდის არის და ამ შემთხვევაში არის პრემიუმ ხარისხით, არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს არის ენერგოეფექტური და შესაბამისად ხმის საიზოლაციო სისტემებიც აქვს ამ ყველაფერს, მაგალითად გარედან შემომავალი ხმა, თუ ეს იქნება ქუჩის ხმაური თუ ასე შემდეგ, რა თქმა უნდა ჩვენი მობინადრეები იქნებიან დაცული. გასაგებია. თქვენ ბრძანეთ რომ თუ სწორად დავიმახსოვრეთ ციფრით 11 დასრულებული პროექტი გაქვთ. დაფარვის ზონა როგორია თუ ძირითადი აქცენტი დედაქალაქზეა თქვენ შემთხვევაში? ძალიან კარგი კითხვა, მადლობა ამისთვის. ჩვენ ახლა ნახეთ როგორ სიტუაცია არის, დასრულებული პროექტი გვაქვს 11, მაგრამ რეალიზაციაში მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს 5 პროექტი, სადაც თავისუფალი ბინები არის გასაყიდი. ამ შემთხვევაში ეს 4 პროექტი მდებარეობს თბილისში და 1 პროექტი გვაქვს გორში, რომელიც არის მშენებარე პროექტი და მდებარეობს ხაშურის ქუჩაზე ნომერ 1-ში. ეს არის ძალიან კარგი პროექტი. ხაშური არ არის განებიურებული, ასე რომ ვთქვათ, ახალი პროექტებით. გორი უბრალოდ ხაშურის ქუჩაზე დიახ. ანუ ხაშურის ქუჩაზე მდებარეობს და გორი არ არის განებიურებული. ხაშურის არ არის განებიურებული. ხო, ხაშურის არ არის, ალბათ ენა მიყვა, არ ვიცი, შეიძლება კომპანიამაც ასე იზრუნოს ესეთი ხაშურში უნდა გააკეთოთ გორის ქუჩაზე. ასევე ხო, ძალიან კარგი იქნება. ამიტომ გორში ეს არის ძალიან კარგი პროექტი, რომელიც არის მშენებარე და შესაბამისად აქვს ძალიან კარგი მოქნილი გადახდის პირობები. აქვე მინდა ვთქვა და გამოვაცხადო ჩვენი ტელეფონის ნომერი, თუ რა თქმა უნდა ამის უფლებას მომცემთ, რომ
თქვენმა მსმენელებმა დაგვიკავშირდნენ ჩვენს პროექტებზე, მაგალითად რომ მიიღონ ინფორმაცია, ეს არის 032 622 122. ასევე გვაქვს მობილურის ნომერი 558 510 510. მოდი გავაგრძელებ და გორთან ერთად ვიტყვი, რომ ჩვენ მაგალითად თბილისში გვაქვს უკვე დასრულებული პროექტი, რომელიც არის და ბოლოში მოვიტოვოთ ახლა ვთქვა, არ ვიცი. ამ შემთხვევაში მოდი თავიდან ვიტყვი, რომ ჩვენ გვაქვს დასრულებული პროექტი. ერთ-ერთი ეს არის საბურთალოზე პოლიტიკოვსკაიას ქუჩაზე, რომელიც არის 40-ას მიმდებარედ. ასევე საბურთალოზე მდებარეობს ჩვენი პროექტი, ეს არის სააკაძის მეორე გასასვლელი ნომერი 6. ასევე ჩვენ გვაქვს მშენებარე პროექტი, მინდა ვთქვა, სააკაძე არის მშენებარე. მშენებარე პროექტი გვაქვს ასევე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ეს არის დიდუბის რაიონში. და რაც მინდა მნიშვნელოვანი იყოს და ბოლოსთვის მოვიტოვოთ, ჩვენი მნიშვნელოვანი ყველაზე ისეთი კარგი პროექტი, ყველა კარგია, მაგრამ რადგან ჩვენ გვაქვს ღონისძიება 8 მარტს, მინდა ეს ბოლო ტკბილი ლუკმა ბოლოში მოვიტოვო და შესაბამისად ორთაჭალაზე. საბურთალო ახსენეთ და ორთაჭალის რაიონზე მე ბოლოსკენ გადავიდეთ. საინტერესო დეტალი არის, როდესაც სამშენებლო პროცესია, უკვე დამკვიდრებული ფრაზებია, თეთრი კარკასი, შავი კარკასი, ყოველას სხვადასხვა შემოთავაზება აქვს. ამ კარკასული ბინის ჩაბარების გარდა მე არის სარემონტო სამუშაოები და თავსატეხი. აი ამ მხრივ რა სერვისებს სთავაზობთ, რა შესაძლებლობებს მაგალითად თქვენს დამკვეთებს და თქვენს მომავალ მობინადრეებს? მობინადრეები მიხა მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში ნახეთ, ბინები ბარდება მწვანე კარკასის კონდიციით, ანუ რემონტამდეა მიყვანილი ეს ბინები და სჭირდებათ კოსმეტიკური რემონტი. მაგრამ კომპანიას აქვს ასევე მომსახურება, დიზაინერის მომსახურება და სარემონტო სამუშაოები ამ შემთხვევაში, რომ დიზაინერთან ერთად მობინადრე, რომელიც ყიდულობს ბინას, შეარჩევს მაგალითად როგორ დიზაინის რემონტი უნდა ამ შემთხვევაში და ეს არის დამატებითი სერვისი, რომელთაც ისარგებლებს, შეარჩევს მაგალითად ჩვენივე სარემონტო სამშენებლო მასალების მაღაზიაში, ეს იქნება შპალერი, საღებავი, თუ რა უნდა რომ გააკეთოს თავის ბინაში. ჩვენ გვყავს ასევე საარქიტექტორი, რა თქმა უნდა, ყველა სამშენებლო კომპანიას ყავს, მაგრამ ეს არქიტექტორი ასევე გვეხმარება ბინის დაპროექტებაში. შეიძლება მაგალითად მშენებლობის პროცესში. აი ეს ყველაზე საინტერესო უნდა იყოს ალბათ. როდესაც ბოდი შეგაწყვეტინეთ, როდესაც ბინის დაგეგმარებას ახდენს ადამიანი, ერთია პროექტი, რომელიც თქვენ გადაჩნიათ. მეორეა ის მოქნილობა და შესაძლებლობა, როცა ოთახების განლაგება და ერგონომიულობა იქნება და მოერგოს შემძენის სურვილს და თავიდანვე უნდა რომ რაღაც კედლები განთავსებული იყოს ისე როგორც მას აწყობს. ნუ ალბათ ეს უნდა მოვიდეს ოპტიმიზაციაში მთავარ არქიტექტურულ ჩანაფიქრთან და აი ამ ყველაფრის კოორდინირების რამდენად ხშირი გამოცდილება და აი ამ საწყის ფორმაშივე არა შემდეგ უკვე რემონტი, არამედ საწყის ეტაპზევე საბოლოო ოთახებისთვის და კედლებისთვის ფორმის მიცემის რამდენად ხშირია თანამშრომლობა და რამდენად გაქვთ ეს მოქნილობა. ნახეთ, ეს მოქნილობა გვაქვს, რადგან მოთხოვნა იყო ამ შემთხვევაში, ბაზარზე ძირთადად სამშენებლო მიმართულებით სტანდარტულ ბინებს სთავაზობენ დეველოპერები. ჩვენ შემთხვევაში ნახეთ, მოთხოვნა რადგან იყო მშენებლობის პროცესშივე, თუ რა თქმა უნდა, მშენებლობის პროცესშივე ვთავაზობთ ამ მომსახურებას, რომ გეგმარებები, როგორიც არის მაგალითად თავიანთი სურვილით, როგორი ზომის უნდა იყოს საძინებელი, მაგალითად რა უნდა ქონდეს ცალკე სივრცე ამ შემთხვევაში, სველი წერტილი უნდა ქონდეს. არის ხოლმე ხშირად შემთხვევაში სველი წერტილი ცალკე არ არის გამოყოფილი, ორი არ არის. ამ ზოგს უნდა რომ საძინებელთან იყოს ამ შემთხვევაში. ამის ფუფუნებას ვაძლევთ ჩვენს მობინადრეებს, სივრცეს აძლევს ამ შემთხვევაში. ძალიან კარგი შესაძლებლობაა. შეუძლიათ ორი ბინა გაერთიანონ, ხშირია შემთხვევები, მაგალითად, რომ ცალკე იზოლირებული სამზარეულო არ ხვდებათ ბინებში. ჩვენ ვაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ გეგმარება გავაკეთოთ ისე, რა თქმა უნდა მაძლევდეს ბინა ამის რესურსს, რომ გამოვიყვანოთ ცალკე სამზარეულო, იყოს მაგალითად ორი სველი წერტილი, იყოს საძინებელში სველი წერტილი, იყოს დიდი მისაღები და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა იყოს ნათელი. კი ბატონო. ჩვენ ნელ-ნელა გვიმკვიდრდება ის შესაძლებლობა, რასაც შემდეგ უკვე გრძელვადიანი თანამშრომლობის სერვისი ქვია. ანუ რას გულისხმობ? ადრე სამწუხაროდ იყო შემთხვევები, კორპუსი დასრულებული არ იყო მშენებლობა და მშენებელი თუ მშენებლები იქრებოდნენ და სხვადასხვა პრობლემებს აწყდებოდნენ. მერე მობინადრეები და იმედი მაქვს ახლა ასე არ არის. და აგერ ახლა თავში სახლილად და მთავარ პრობლემად არის და მერიას ცალკე პროექტი აქვს, რომ ადრინდელი ვალდებულებები სხვა სამშენებლო კომპანიებისა
დაასრულო და ასე ვთქვათ სოციალური პასუხისმგებლობა აიღეს თავის თავზე. ეგ ერთი სირთულეა, მაგრამ მეორე არის, როდესაც корпуსი ააშენეს, დაამთავრეს და კომპანიამ აქ არ დაასრულა ურთიერთობა თავის კლიენტებთან, არამედ შემდეგაც აგრძელებს ექსპლუატაციას ამ ნაგებობისას და რჩება. ჩემი აზრით, აქ ასეთი კომპანია უფრო საიმედოა და იქ ბინის ყიდვა, იმიტომ რომ ეს არ არის რომ რაღაცა ააშენა, შეფუთა, გაარემონტა, როგორ გააკეთა, ალბათ თუ კარგად კაცმა არ იცის, ჩაგაბარა, ხელი მოაწერე, გავსწორდი შენთან ძმაო, კარგად იყავი, წავედი, აბა თავში ქვაგიხლიე, რაც გინდა ისქენი, რაც მოვა ამ корпуს, მე არ მეხება, პირობითად ვამბობ, ძალიან უტრირებულად. მაგრამ როდესაც კომპანია რჩება, კომპანია გთავაზობს სერვისს, ექსპლუატირებს, მოვლა პატრონობის პასუხისმგებლობასაც იზიარებს, ეს გამოდის, რომ თავიდანვე მე რო თავი აუტკივარი თავი არასტკივდეს, თავიდანვე ხარისხიანად აგებს ამ შენობას, რომ ექსპლუატაცია ძვირი არ დაუждდეს, ასე ვთქვათ რა, უხეშად ვთქვათ ამით მე ბინაში იმყოფი სარგებლობს და ხეირობს. ანუ აი ამ თვალსაზრისით გრძელვადიანი დარჩენის თუ თანამშრომლობის კუთხით როგორი ტიპის სერვისები გაქვთ და რამდენად გაქვთ ეს კონცეფცია, რაც ახლა ვისაუბრებ. ნახეთ, ეს არის ზუსტად სწორი მიმართულება, იმიტომ რომ მე მაგალითად ავაშენე корпуსი და всё, დავასრულე, ესე არ ხდება. თვითონ ნახეთ, ჩვენი კომპანიის სახელი მეგობრობა. ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან როდესაც ბინას იძენთ, ეს არ არის ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთჯერადი. ეს არის ხო, მე ვიწყებთ მეგობრობას, ანუ ხდებით ჩვენი გუნდის წევრი და შესაბამისად ეს არის სამომავლო ურთიერთობა, რომელიც გაგრძელდება საკმაოდ დიდ ხანს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ვიძენთ ბინას, რომელშიც უნდა ვიცხოვროთ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ეს შენობა როგორ გამოიყურება ვიზუალურად და რა ხდება შიგნით. მარტო ის რომ გარედან ლამაზია, ეს არ არის მნიშვნელოვანი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ შიგნიდან იყოს ყველაფერი ხარისხიანი, იყოს მოპირკეთება ხარისხიანი მასალებით, იყოს ლიფტები ამ შემთხვევაში გამოყენებული სწორად და სწორი ბრენდის და კარგი ხარისხის. ეხლა ჩვენთან მაგალითად გამოყენებულია Fuji-s ბრენდის ლიფტები, ჩვენს მიმდინარე პროექტებში ეხლა რაც აღვნიშნე წეღან და after service, ანუ გაყიდვის შემდგომ მომსახურებას მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იქ არის სხვადასხვა ფაქტორი. მაგალითად, დაგვა, დასუფთავება, ლიფტების მომსახურება, განათება, ბაღი, ფასადი, სადარბაზოს, აი რემონტის დროსაც ბინაში რო ვცხოვრობ, ჩვენივე რემონტი შეიძლება დაზიანდეს და როგორ შეიძლება სადარბაზოში, როდესაც ამდენი ადამიანი მოძრაობს, არ დაზიანდეს. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენთან ბინის შეძენით არის ადამიანი დაინტერესებული, ყოველთვის ვეუბნები და ვთხოვ ხოლმე. აი ამდენი დასრულებული პროექტი გვაქვს. შეგიძლიათ მიბრძანდეთ და ნახოთ, როგორ გამოიყურება ეს პროექტი ვიზუალურად, როგორ გამოიყურება შიგნით, შეგიძლიათ მომინადრეებს შეეკითხოთ, რამდენად კმაყოფილები არიან, იმიტომ რომ ის ადამიანების რეკომენდაცია და მათი კმაყოფილება საიმიჯოდ ეს არის თუ როგორც ადამიანური ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაზე ზუსტი შეფასება არის ის. ამიტომ ზუსტი შეფასება და მეც რო ბინის ყიდვა მინდოდეს, აუცილებლად ვიკითხავდი მობინადრესთან, რამდენად კმაყოფილია. ამიტომ ეხლა ეს მე შემიძლია თამამად გამომაცხადო და თამამად თქვა, რომ თუ ბინის შეძენით ვინმე არის დაინტერესებული, აუცილებლად უნდა მობრძანდეს მაგალითად ჩვენთან, შეერჩიოს ბინა და ეს იქნება ხანგრძლივი, გრძელვადიანი ურთიერთობა და არა ერთჯერად, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ მობინადრეების კეთილგანწყობაზე და სიმშვიდეზე. კი ბატონო, იმიტომ რომ გარდა შიგნით მოწყობისა, ასევე მნიშვნელოვანია მე გარე პერიმეტრის დაგეგმარება, პარკინგის თემა ხო საერთოდ ცალკე სატკივარია, მით უმეტეს თუ ეს თბილისს ეხება და თქვენ ნახსენეთ, როცა ჰოლდინგურ გაერთიანებაზე საუბრობდით, თქვა ფიტნესი და სხვა ტიპის, არ ვიცი როგორც სარგებელი გააჩნია корпуს. აი ამ ყველაფრით სარგებლობის როგორი ფორმატები გაქვთ? ნახეთ, როგორი სიტუაცია არის. ეს არის თავისუფალი არჩევანი. ამ შემთხვევაში ის რომ მე სერვისი დავაწესო და მოვუწოდო, რომ მაინც და მაინც უნდა ვალდებულია, რომ აქ იაროს ამ შემთხვევაში. არა. და ამისიც იხადოს. ამისიც იხადოს. არა, ესეთი ვალდებულება ჩვენ არ აქვს ამ შემთხვევაში. ყველა ირჩევს, როგორი მომსახურება უნდა. იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებიც ანუ ეს ფიტნეს დარბაზში საერთოდ არ დადიან, მაგალითად მე პირადად, ხო? არ სარგებლობ, ამიტომ რომ ჩემთვის ეს მომსახურება იყოს დამატებით, როდესაც არ ვსარგებლობ, ეს არ არის. ანუ სავალდებულო იყოს ფულის გადახდა და თქვენი ინტერესი არ გაჩნდა. ამას ვირჩევთ ჩვენ ამ შემთხვევაში და ეს იქნება ქსელური. ამ შემთხვევაში ჩვენს ერთ-ერთ პროექტში არის განთავსებული ეს ფიტნეს დარბაზი, რომელიც გურამიშვილის გამზირზე მდებარეობს და უკვე ნელ-ნელა ჩვენს ყველა დასრულებულ პროექტში იგეგმება. ძალიან კარგი ბენეფიტია, ნახეთ, მე როდესაც დაკავებული ვარ, მე არა, უფრო ისეთი ის ვინც სარგებლობს ამ შემთხვევაში და ძალიან ბევრია ესეთი, იმიტომ რომ ეხლა ამ დროში
შემთხვევაში უფრო და ნუ უფრო მეტად. დრო არ იკარგება სადღაც წახვიდე. აი ეს არის ანუ შორს იარო. თან სახშივე ჩაიცმევ. შესაბამისად ჩახვალ. მანქანითაც მოძრაობა არ გჭირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საცობშიც არიული, გვიან მიხვალ ამ შემთხვევაშიც იქნება და ნუ ძალიან ანუ საცობი და ქალაქის გადატვირთულობა ვერ იქნება მიზეზი ფიტნესში წასვლაზე უარისქმისა. და სპორტული ცხოვრებით არ ცხოვრობთ. კი, ვერ იქნება ამ შემთხვევაში. ვაპირებ ხო არ დავიწყო? ძალიან კარგი. დაუკვირდით. დაფიქრდით მით უმეტეს რომ როგორც ხდები ამ კონცეფციის უკვე ყველა ახალ ნაგებობაში გამოყენებას აპირებთ ალბათ. ნუ ალბათ ესეც იქნება განმასხვავებელი და უპირატესობის მომტანი თქვენი ბინებისთვისაც. ჩვენ წეგან საუბრობდით, მე მგონი აუზიც კარგი ჩანართია, რაც ჩვენთან ცოტა დეფიციტურია და ფიტნესის ასე ახლოს და სადარბაზოშივე ფიტნესი მე მგონია რომ მომგებიანია და ყველაფერთან ერთად პატარა თაობა იზრდება, ბავშვები იზრდებიან, რომლებიც თვისაც შეიძლება ამან სხვანაირი დადებითი ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინოს ყველაფერთან ერთად. კარგი, ამასობაში ჩვენ მივუახლოვდით ჩვენი დიალოგის ბოლო დასვენით ნაწილს და თქვენი უკვე დასრულებული პროექტი ორთაჭალა თაუერი, სადაც როგორც ხვდები არის ის ბინები, რომელთა მესაკუთრეები ჯერ არ გამოვლენილან და ბევრს ვისაც სურვილი აქვს, ინტერესი აქვს, ეძებს ან ფიქრობს, შეუძლია გამოიყენოთ შანსი თქვენ კონკრეტულ ღონისძიებას აწყობთ უკვე დასრულებულ შენობაში და ადგილზე ნახონ შეიგრძნონ შესაძლებლობა მომავალი ბინისა. დიახ, ნახეთ როგორ არის ეს ჩვენი ორთაჭალის პროექტი მდებარეობს ვახტანგ გორგასლის მესამე ჩიხში 40-ის მიმდებარედ. ეს არის უკვე დასრულებული პროექტი, პრემიუმ კლასის პროექტი, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი რეკრეაციული ზონა. ანუ ეხლა თბილისის ცენტრში, ესე ძველ თბილისში თან ესე დიდი რეკრეაციული ზონით ალბათ ამერწმუნებით ცოტა იშვიათობაა. ამ პროექტს აქვს 6500 გამწვანებული რეკრეაციული ზონა, სადაც მოიაზრება სხვადასხვა რამდენიმე ლოკაცია. ლოკაციაში ვგულისხმობ, რომ საბავშვო სივრცე არის ცალკე, მოსასვენებელი სივრცეები არის ცალკე ამ შემთხვევაში, საპარკინგე ზონა არის ცალკე და სტადიონიც აქვს ამ პროექტს, რომელიც არის ცალკე. ამ პროექტში განთავსებულია როგორც ღია ავტოსადგომები, ასევე დახურული ავტოსადგომები. პროექტს აქვს შესასვლელი ლობი რეცეფცია და ამ შემთხვევაში იქნება მომსახურება. პროექტის ნახეთ როგორი პროექტია, ხელოვნების ნიმუშია. ლიფტ ჰოლები ამ შემთხვევაში ნებისმიერ სართულზე რო გამოვდივართ, ეს არის ხელით მოხატული ამ შემთხვევაში. შემიძლია ლიფტთან თუნდაც არის დავждდე და უბრალოდ მოლოდინის რეჟიმი ნახატების თვალიერებაში. ნახატების მოლოდინის რეჟიმიც არ იქნება უბრალოდ იქ დავждდე, თუნდაც ყავა დავლი. ანუ მეზობლებთან ერთად ვიყო იმ სივრცეში. ანუ ძალიან ისეთია, 7 მყუდრო წყნარი ლოკაცია არის, ისტორიულ ადგილებთან არის ძალიან ახლოს და შესაბამისად ვისაც ცენტრთან ახლოს, ხო, ანუ ვისაც უნდა რომ ბინა შეიძინოს მაგალითად ამ პროექტში, მნიშვნელოვანია, როდესაც თუნდაც საინვესტიციოდ გასაქირავებლად, ხო? ისეთი ტურისტული ლოკაციები, როგორც არის მაგალითად ამ შემთხვევაში მეტეხის ტაძარი, როგორც არის რიყის პარკი, ნარიყალას ციხე, აბანათუბანი. აი ესეთი მნიშვნელოვანი ლოკაციები, როდესაც ტურისტი მაგალითად ეძებს საძიებო სისტემაში, რომ თბილისში რა უნდა ნახოს. დამერწმუნებით, რომ ყველა ამ ლოკაციასთან ეს პროექტი არის ძალიან ახლოს. თუნდაც თბილისის ცენტრად თავისუფლების მოედანს აღიქვამენ ხოლმე ძირითადად, როდესაც საძიებო სისტემაში ეძებენ ხოლმე და ამ თავისუფლების მოედნიდან სულ რაღაც 15 წუთში შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს პროექტში. ეხლა რაც შეეხება ღონისძიებას. ეს ღონისძიება არის, ნახეთ, გახსნის ღონისძიება, სადაც მოწვეულები არიან 8 მარტს 12 საათზე მობინადრეები, რომლებსაც ბინები აქვთ უკვე შეძენილი. ეს ადამიანები ნახავენ პროექტს, როგორი პროექტი ამ შემთხვევაში, რომ ეზო დასრულებულია, ამ შემთხვევაში ნახავენ თავიანთ საკუთარ ბინებს. პროექტი იყო ვიზუალური ნაწილი, რენდერინგი იყო, ასე ვთქვათ, ამას ნახავენ რეალურს. რეალურს ნახავენ და მე ვფიქრობ, რომ ნახავენ უფრო უკეთეს. ანუ ჩვენი პროექტები ძირთადად გამოირჩევა იმით, რომ რენდერებზე უფრო უკეთეს სიტუაციაში ვახვედრებთ და ბევრი სიურპრიზები ელოდებათ, იმიტომ რომ რაღაცა მოლოდინები, რაც შეიძლება არ ქონდათ, რომ უნდა ყოფილიყო. შეიძლება პირიქით იყოს მაგალითად ვარა, კარგი, ანუ როგორი კარგია, რომ სპორტი ესენი ისედაც მოვიდოდნენ, სხვებს ვის შეუძლია და როგორ მოსვლა. ძალიან კარგია, ნახეთ, 8 მარტს ჩვენ გვაქვს ფასტაკლება. ეს ფასტაკლება არის ძალიან კარგი, გრანდიოზული და მინდა ვთქვა,
რომ ფასდაკლება ეხება აბსოლუტურად ყველა ტიპის ბინაზე. ეხლა ხშირად შევხვდებით, რომ გამოდიან დეველოპერები და ამბობენ, რომ შერჩეულ ბინებზე. არა, არაფერს არ ვარჩევ. ეს არის ისეთი განსაკუთრებული დღე, იმიტომ რომ იქ ნახეთ რა ხდება. იქ იქნებიან მობინადრეები, რომლებიც ბედნიერები იქნებიან, რომ თავის ბინას ნახულობენ და იქ იქნებიან ახალი ადამიანები, რომლებსაც ბინის შეძენა უნდათ. ეს ძალიან კარგია რომლებსაც შეიძლება ამ უკვე ბინის ახლად ფლობელების გაბრწყინებულმა თვალებმა იმოქმედოს და მათაც გადაწყვეტონ. ამას ვამბობდი, რომ ის მობინადრე იქვე გასცემს რეკომენდაციას, რომ რატომ გადაწყვიტა, რომ შეიძინოს ბინა მეგობრობაში და კონკრეტულად ამ პროექტში, რა იყო მამოტივირებული ძალა, რომ ამ პროექტში ბინა შეეძინა და იქვე მიიღებენ ეს ადამიანები გადაწყვეტილებას. რაც შეეხება გადაწყვეტილების პროცესს, აქ იქნებიან პერსონალური მენეჯერები, რომლებიც განა ის, რომ მხოლოდ ნახაზე ვაჩვენეთ ჩვენ ამ შემთხვევაში და ესე შეიძენენ ბინას. უკვე ავიყვანთ ბინას ნახულობენ, იციან როგორი ხედი ექნებათ, უკვე ზუსტად იციან როგორი განლაგების ბინა იქნება, როგორი კონდიცია იქნება ამ შემთხვევაში. ჩვენი გარემონტებულ ბინებსაც ვახვედრებთ და მწვანე კარკასის კონდიციითაც ვახვედრებთ. მინიმუმ ლოდინი არ ექნებათ. ხო, ლოდინი არ ექნებათ, ანუ მალევე შეძლებენ, მაგალითად, თუნდაც გადავიდნენ საცხოვრებლად თუ გარემონტებულ შეიძენენ, თუ მწვანე კარკასის კონდიციით შეიძენენ, გარემონტონ და ხო, ესეც უკვე ყველაფერი მზად იქნება. ამ შემთხვევაში მე ყველას ვეუბნები, რომ 12 საათზე 8 მარს აუცილებლად უნდა გვესტუმროთ ჩვენს გაყიდვების ოფისში, უნდა გვესტუმროთ აუცილებლად, ეს არის ვახტანგ გორგასლის მესამე ჩიხი, 40-ის მიმდებარედ და აუცილებლად დეტალური ინფორმაციისთვის თუ მანამდე კითხვები გვექნება, აუცილებელია რომ დაგვიკავშირდეთ 032-122-122 და ასევე გვაქვს მობილურის ტელეფონის ნომერი, თუ მაგალითად სოციალურ ქსელშიც გავდივართ და ემიგრანტებიც არიან ხშირად, რომლებიც უყურებენ თქვენს გადაცემებს ამ შემთხვევაში, შეუძლიათ Viber-ი, WhatsApp-ის მეშვეობით დაგვიკავშირდნენ 551-510-510-ზე და მოგწერონ რა აინტერესებთ. ჩვენ შეგვიძლია ვიდეო ტური ჩავუტაროთ ამ შემთხვევაში ესეთ ადამიანებს, მოვიდნენ მათი ახლობლები რვაში და მნიშვნელოვანი ღონისძიება არის, რომ აქ რადგან საბავშვო სივრცე ვახსენე, აქ იქნება მაგალითად სხვადასხვა ღონისძიებები. ეს არ იქნება მხოლოდ გახსნის ღონისძიება და ეს არ იქნება მხოლოდ პრეზენტაცია და მხოლოდ ფასდაკლება. აქ იქნება სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები. გვეყოლება ცოცხალი ბენდი ამ შემთხვევაში. ბავშვებთან ერთად ვეპატიჟებით ამ ყველა ადამიანს. ბავშვებისთან სივრცე ცალკე გვაქვს. გარდა ამისა, რომ იმ სივრცეში გაერთობიან, იქნებიან სპეციალურად მოწვეული ანიმატორები, რომლებიც ბავშვების კარგ განწყობაზე იზრუნებენ. იქნება სხვადასხვა სახის გათამაშებები, იქნება სხვადასხვა სახის საჩუქრები და შესაბამისად ყველა ის ადამიანი, რომელიცაც ბინა აქვს ამ პროექტში შეძენილი, აუცილებლად ხო უნდა მოვიდეს და რატომ უნდა მოვიდეს, უბრალოდ არ ვიცი და ყველა მოდის, ვისაც შევეხმიანეთ, რა თქმა უნდა, დაინტერესებულები არიან და ასევე ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბინა უნდა შეიძინონ, ეს ადამიანებიც უნდა მოვიდნენ, იმიტომ რომ დასრულებულ პროექტში დამეთანხმებით, რომ მართლა იშვიათია, რომ სამშენებლო კომპანია აცხადებდეს ფასდაკლებას, რადგან ფასდაკლებები ძირითადად ხდება ხოლმე პროექტებზე, რომლებიც მშენებლობა იწყება ეხლა და ჩვენ გვაქვს ამ შემთხვევაში უკვე დასრულებულზე და ესეთი პრეცედენტი არ არსებობს, ხო? ამიტომ თან ვამბობ, რომ ყველა ტიპის ბინაზე, არა რომელიმე კონკრეტული ტიპის ბინაზე. არა შერჩეული არა, ყველაზე. გვანცა რომ დავაზუსტოთ ორ კითხვას გავაერთიანებ, თუ შეგიძლიათ პროცენტი როგორია ამ ფასდაკლების და მეორე თქვათ სანამ მშენებლობა დაიწყებოდა და იყიდებოდა, მაშინ ფასი ნაკლები იყო და ახლა ფასი სხვა არის თუ როგორაა? ნახეთ, ფასდაკლება სიურპრიზია. ამაზე ესე ვერ ვიტყვი. ანუ ფასდაკლება თუ გვინდა რომ ვიცოდეთ რა არის ამ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ. რა ხდება ახლა პროცესი როგორი არის? როდესაც შეარჩევთ თქვენ სასურველ ბინას და ყველაფერი მოსაწონია, ამ შემთხვევაში გარდა იმისა, რომ ჩვენ ფასდაკლებას ვთავაზობთ, ასევე ვთავაზობთ მოქნილ გადახდის პირობებს, არიან ადამიანები, რომელსაც რაღაცა დანაზოგი ეხლა აქვს, რაღაცა დანაზოგს რაღაცა ვადაში ელოდება. ამ შემთხვევაში ასევე ვთავაზობთ გადახდის მოქნილ გრაფიკს ბანკთან მიმართებაში. ეს არის გამარტივებული გამარტივებული პროცედურით. არ ჭირდება დიდხანს ლოდინი ამ შემთხვევაში, რომ სესხი დაუმტკიცდეთ, შემოსავლების დადასტურება. ანუ ყველანაირად კომპანია მხარში უდგას, ყავს პარტნიორი ბანკები, რომლებიც გამარტივებული პროცედურით გასცემენ სესხებს. ასევე შეიძლება ისარგებლონ შიდა განვადებით, მიუხედავად იმისა, რომ პროექტი დასრულებულია. გარდა იმისა, რომ ამ პროექტზე ჩვენ შევთავაზებთ, რომ ისარგებლონ ფასდაკლებით, მოქნილი მათზე მორგებულ გადახდის პირობებს ვთავაზობთ. არ ვაკონკრეტებ, რომ ეს
შეიძლება რაღაცა იყოს კონკრეტული თვეები, ვადები, იმიტომ რომ მოქნილი და მათზე მორგებული ნიშნავს იმას, რომ მე ვუსმენ მათ რა უნდათ და მაქსიმალურად კომპანია ცდილობს რომ მოერგოს და ბინა შეიძინონ. რა ხდება ბინის შეძენის დროს? აუცილებელია რომ თან იქონიან მინიმალური დანაზოგი, არ არის აუცილებელი ბინის ჯავშნისთვის. თქვენ რომ ფასდაკლებით მინიმალური დაახლოებით რამდენიმე $1000, $10,000 თუ რა? ეს შეიძლება უბრალოდ სამნიშნა ციფრი იყოს ამ შემთხვევაში, ანუ სიმბოლური თანხა გქონდეთ ამ ადამიანებს, რომ დაჯავშნონ ბინა ადგილზე, სიმბოლური თანხა, რომ მე გავითვალისწინო, რომ ის ადამიანი ნამდვილად ყიდულობს იმ ბინას, რომ შეიძლება ის კონკრეტული ბინა სხვასაც მოეწონოს იმ სართულზე და უბრალოდ ხო ხვდებით, რომ მე ვიღაცა გულდაწყვეტილი რომ არ იყოს. აუცილებლად უნდა იქონიან ეს სიმბოლური თანხა. ამიტომ დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე 032-622-122 და ჩვენი პერსონალური მენეჯერები დეტალურ ინფორმაციას ეტყვიან, როგორ უნდა რა თანხა იქონიონ, როგორი ფასებია ეხლა და რა ფასდაკლება იქნება, უკვე მართლა მე შედარების შესაძლებლობები ექნებათ. ეხლა რა არის, მერე რა იქნება. რაც შეეხება, რა თქმა უნდა, საწყის ეტაპზე ფასები ამ პროექტში იყო დაბალი, იმიტომ რომ მშენებლობის პროცესში ყველგან დაბალია ფასები. რა თქმა უნდა, ეტაპობრივად ეს ფასები ამ ფასებმა მოიმატა და ეს ფასები რა თქმა უნდა კიდევ უფრო გაიზრდება. რატო გაიზრდება? ნახე, განაშენიანება თვითონ ორთაჭალას ამ შემთხვევაში რო ვთქვათ, რომ იქ ბევრი ახალი პროექტი შენდება ამ ეტაპისთვის, რო ვთქვათ, აი როგორც მაგალითად თან მონაკვეთში მე მგონი ნამონაკლებად. აი როგორც მაგალითად საბურთალოს აქვს, დიდი ღომს აქვს, იქ უკვე მაგალითად მე ხანდახან ვფიქრობ, საუბარი აღარ არის უკვე, ხო? აქედან გამომდინარე, ეს პროექტი არის ახალი რესურსი. განაშენიანება იწყება ეხლა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთ-ერთი პირველი სამშენებლო კომპანია ვართ, რომელსაც უკვე დავასრულეთ და ეხლა ბევრი ახალი კომპანიებია, რომლებიც შეიძლება შემოდიან და გეგმავენ. აქედან გამომდინარე, პროექტი, რომელიც ეხლა ვითარდება ლოკაცია, ამას ფასის ზრდის უფრო დიდი პოტენციალი აქვს. იმიტომ რომ მე რო ეხლა ამ ფასად ვყიდი, დარწმუნებული ვარ იქ რომ გაიზრდება იქ პროექტი და ეს უბანი რო განვითარდება, ფასები უფრო და უფრო მოიმატებს. ჩათვალეთ რომ ეხლა მაგალითად ზოგი ინვესტიციის ბინის შეძენას ფიქრობს რომ მოდი ეხლა მე მშენებარეში ვიყიდი რომ მე ფასი გაიზრდება. ამ პროექტში ზუსტად მე ვთავაზობ ისეთ ფასს, ჩვენმა მობინადრეებმა და მომავალმა მობინადრეებმა შეუძლიათ თამამად იფიქრონ, რომ მშენებარე პროექტის ფასად ყიდულობენ დასრულებულ პროექტში ბინას. იმიტომ რომ ეს პროექტი და ეს ლოკაცია ეხლა ვითარდება აქტიურად, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან განვითარებულია, უფრო მეტად ვითარდება და შესაბამისად ფასები პოტენციალი აქვს ამ პროექტს და ამ ლოკაციას. შეიძლება არ მხოლოდ საცხოვრებლად, არამედ როგორც საინვესტიციო გაქირავებისთვის გამიზნული. ეხლა ვიყიდო ბინა ამ შემთხვევაში და გავყიდო უფრო მეტად დაახლოებით 1 წელში მინიმუმ ამ შემთხვევაში. აი, რამდენი 6 თვეში მაგალითად, აი მაგალითად უკვე წლის მეორე ნახევარში, იმიტომ რომ უკვე განვითარებული იქნება. სწრაფად ვითარდება. აი, წეღა რომელი უბნების დავასახელი, იმ უბნებს უკვე აქვთ თავისი რესურსი ამოწურული ამ შემთხვევაში და ეს ლოკაცია ეხლა ვითარდება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მე როდესაც ვზივარ ეხლა და მაქვს შესაძლებლობა რომ ბინა ვიყიდო, თანხა თუ მაქვს და თუ არა მაქვს, ორივე შემთხვევაში კომპანია გთავაზობთ, რომ გააკეთოთ არჩევანი ჩვენს კომპანიაში. თან შიდა განვადება რას ნიშნავს, რომ თქვენ ბანკის გარეშე თქვენი დახმარებით იზამენ? გარეშე შეგიძლიათ, ნახეთ, გარკვეული პერიოდი იყოს შიდა განვადება და გარკვეული პერიოდის მერე გადავიდნენ მაგალითად საბანკო იპოთეკაზე. თუ მაგალითად ადამიანებს ბანკმა რო სესხი დაგვიდასტუროს, რაღაცა დანაზოგი ყოველთვის გვჭირდება ყველა მიცით. ეს დანაზოგი შეიძლება ამ ხელა დანაზოგი მე ახლა ხელში არ მიჭირავს. ამიტომ ის დანაზოგი, რომელსაც სჭირდება ბანკს რო იპოთეკური სესხი გასცეს, შეუძლია რომ კომპანიაში გადაანაწილოს და ეტაპობრივად იხადოს და იმის მერე უკვე ეს ბინა იქცევა იმ კონტრიბუციად, რომლის სანაცვლოდაც იპოთეკურ სესხს ბანკი მისცემს. ბატონო და სხვა უძრავი ქონება არ დასჭირდება ამ შემთხვევაში, შეიძლება შემოსავლის დადასტურებას არ დასჭირდეს, რადგან უკვე ბინის ღირებულება შემცირებული იქნება გარკვეული ნაწილით და კომპანიაშიც ექნება კარგი გადახდები დაფიქსირებული. იქ ვანიშნებენ რომ ჩვენი საერთო დრო იწურება, მაგრამ ამასაც დავაზუსტებ. არიან ქართველებიც, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, თქვათ, მოქალაქეობა არ აქვთ. მოკლედ, საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირებს რა შესაძლებლობა აქვთ? აი აქ მოქნილობის როგორი შესაძლებლობა? ნახეთ, ამიტომ გვაქვს ჩვენ ეს WhatsApp-ის ტელეფონის ნომერი და Viber-ის 558 სადაც Viber-ი WhatsApp-ის მეშვეობით შეგვიძლია დაგვიკავშირდნენ ესეთი ადამიანები, რომლებიც თუნდაც საქართველოს მოქალაქეები არ არიან და მათ დავეხმარებით თუნდაც დისტანციურად მომემსახუროთ, ჩავატაროთ ვიდეო ტური, შევთავაზოთ, ვაჩვენოთ ბინები, ნაღაზები, ხელშეკრულებები გავუგზავნოთ
დავყრდნოთ და დისტანციურად თუნდაც ისე რომ საქართველოში არ ჩამოვიდეს, ეს იქნება საქართველოს მოქალაქე თუ არ იქნება საქართველოს მოქალაქე, შეძლოს ხელშეკრულების გაფორმება დისტანციურად. ძალიან მარტივია ეს პროცედურა. ამიტომ კიდევ ერთხელ ვეტყვი თქვენს მსმენელებს და მაყურებელს, რომ აუცილებლად ეს შანსი არ უნდა გამოტოვოთ და 8 მარტს აუცილებლად უნდა გვესტუმროთ 12 საათზე ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, ჩიხი ნომერი 3, 40-ის მიმდებარედ, ისარგებლოთ იმ ფასდაკლებით, რომელიც გვექნება ყველა ტიპის ბინაზე აბსოლუტურად და გარდა იმისა, რომ იქნება ფასდაკლება, იქნება ძალიან კარგი საღამო. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რა იქნება ცოცხალი ბენდი იქნება ამ შემთხვევაში, ბავშვებისთვის იქნება გასართობი სივრცეები, გათამაშებები და სხვადასხვა საჩუქრები. ამიტომ მე მინდა გითხრათ, რომ თქვენს და აბსოლუტურად ყველას გელოდებით, რომ გვესტუმროთ 8 მარტს 12 საათზე. ვახტანგ გორგასლის ნომერ ჩიხში 3 ჩიხში და აქვე ვიტყვი ტელეფონის ნომერს თუ შეიძლება 032 622 122 558 510. აუცილებლად დაგვიკავშირდით და აუცილებლად გვესტუმრეთ. მადლობა თქვენ სტუმრობისთვის, ამ ყველაფერზე საუბრისთვის და იმედი მაქვს ის ვინც ბინის ძიებაშია და რაღაცა კითხვები აინტერესებდა, ჩვენი დიალოგი მისთვის საინტერესო იქნება და ვინც გვიან შემოგვიერთდეთ და დეტალები გაინტერესებს შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმართან საუბარი რადიო MD-ის Facebook გვერდზე ეჭვდება. მადლობა სტუმრობისთვის. კარგად გრძანდებოდეთ. ნახვამდის. დროებით.